100 მეტი როლი გაქვთ შესრულებული. დიახ, კინოში, თეატრში და ტელევიზიაში. მარლი სულიც იყავით, ჰამლეტიც იყავით, დონ ჟუანიც იყავით. ბატონო. მაყურებელი მოდის აღფრთოვანებულია და მიდის ბედნიერი, ვაი მურმანჯინორია უნახე და საოცარი იყო სცენაზე. მაგრამ არ ვიცით ჩვენ აი აქამდე როგორ მიდიხართ. რამდენი ძალისხმევა გჭირდებათ ამისთვის? რთული ამ სახეობა და აი ძალიან ასე დახარჯვა ძალიან რთული. ჯერ ერთი უნდა გიყვარდეს ძალიან. თორე სატანჯველი იმდენია ეს როგორ არ გამოგდის, ეს რომ მე რეზულტატში ხარ და რომ გამოხვალ სცენაზე, იქამდე რამდენი იწვალე. იქამდე რამდენი იფიქრე. ჰამლეტს როცა აკეთებ, ან დონ ჟუანს იმ დროს კი არ აკეთებ. ის მთელი შენი იქამდე რაც გამოცდები, იმას კრებ და მე აკეთებ. და ის არ უნდა დაგავიწყდეს რა არის სახეობის ოსტატობა. შენ უკვე ოსტატად კი არ უნდა გამოხვიდე, არამედ როგორც დებიუტანტი. ვახ, ეს როგორ და აი ეს ბალახი ყოველ წელიწადს ამოდის, მაგრამ ის გაზაფხულზე არის საოცრება, არა პირველად რო ამოდის. არა რაღაცა და აი ესევე უნდა იყოს სახეობი. ახლა რამდენჯერ მაქვს 151-ით ვითამაშე ეს ჩემი მონოსპექტაკლი, კარი მწყურია. 11 წელს ადრეც ხომქონდა ეს პოეზიის სხვადასხვა ვარიაციებით ვაკეთებ, მაგრამ ძირითადად მაინც ეს არის, ხო, დასიმღერები, აქ იყო ბედისწერა გვიხსნის მარად პირველად იქიდან და ხო და ეს სულ ყველაფერი როგორც ბალახი ამოდის და შევახ გაზაფხული მოვიდა, ისევე უნდა იყოს შენი ყოველი გამოსვლა სცენაზე. იმიტომ რომ ის მაყურებელი იმას ელოდება გაზაფხულს. როდესაც გაიღვიძებს ბუნება, როდესაც სიცოცხლე კიდე გრძელდება, კიდე ერთი გაზაფხულს მოვეს არის. ერთი კარგი ისა ქუთაისლები მღერია ბიჭები რადიოში ხშირად უსმენ ქართულ სიმღერებს და ესეთი ტექსტი ნეტა ჩვენ რომ არ ვიქნებით იმ წელს რანაირი გაზაფხული მოვა. გენია მანანაჩიშვილის ლექსია. ხო, მაგარია რა, ახლა არ ვიცი ვისი დაწერილია ეს ტექსტი, მაგრამ თან მელოდიასაც რომ ამბობს, ის ემატება ეს იმ რატო არ მე რომ მელოდიას ვაძლევ, ფრაზებს, სიტყვებს, რიტმებს, მუსიკასთან მინდა დავაახლოვო, იმიტომ რომ მუსიკა ყველაზე უფრო ძლიერი ზემოქმედია ადამიანის წარმოსახვას. მაგ ლექსში არის ერთი ფრაზა ასეთი, რომ ან ატამი ემსგავსება ისევ ქორწილინა გამოქცეულ ასულს. ძალიან აი ხედავ რა, ესე იგი. უნდა ყველაფერში უნდა გაოცებას აი ეს უნდა არის თუ არა გაქვს გაოცები. სხვათა შორის მიშოს სიძემღერის მაგ სიმღერას ბატონო მურმა. ხო რა, ვაფშე აი უთხარი მაგრები ხარ. მანუჩარ კობახიძე მოკითხო აქ.